მდინარე ალაზნის სარწყავი არხიდან წყლის მოხმარებისთვის სიღნაღის რაიონში გლეხები 250 ლარით დააჯარიმეს. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნეს, დაჯარიმებამდე შეპესი ალაზანი ემიდან არავითარი მითითება არ მიუღიათ, რომ წყლის მოხმარებამდე კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ. მოვიდა ალაზნის არხის ფლობელი, რომელიც არის ამჟამად, რომელი არის არც ის არ ვიცით, პირადად არ გვინახია. და მოგვედავა, რომ რატო გაქვთ მორწყული პამინდორი. მოპარული გაქვთ წყალი, რომელთაც მორწყეთ თქვენი ნაკვეთიო. ამიტომ გიწევთ ჯარიმასო. არაფერი გაფრთხილება არ ყოფილა ჩვენს მიმართ, რომ აი ეგრეა და ეგრე არის გადასახდელი გაქვთ და რამეო, მაგრამ რო გავიგეთ, რომ არის გადასახდელი, ჩვენ ხო არ ვარყოფთ, რომ არ არის გადასახდელი, არა? გადავიხდით იმას. რაც კანონით არის და რაც დაგვაკისრებს მთავრობა ამ 7 მიასედ ადგილში. სხვა არაფერი არ მაქვს ჯერჯერობით მორწყული. ვენახი მაქვს იმასა და იმასა თუ მომედავებიან, ეგეც მაგათი იყო და წაიყო. რით ავჭამოთ ლუკმა, რით ავჭამოთ დედამა და შვილმა. იმასავ ვკითხულობ და იმასავ დევ. დახმარება ჩვენთვის არ არის და არაფერი. ჩვენი შრომით გვინდა რომ ვიცხოვროთ, იმასაც არ გვაცხოვრებენ. ჯერარო არაფერი ყურადღება არ არის მაგაზე მოქცეული. არ სარწყავი არხებია გაწმენდილი მაგადგან, რომ ფულსაც ხოვლობენ. მეორეს ერთი გაუფრთხილებლობა. ბევრს წარმოუდგენა, ბევრს დღეს უცხარი, რომ საგმე გადავიდე, რომ მაგათაც მორწყვა მინდოდა, რომ მივიდენ და ვნახო მეთქვი და წარმოუდგენა არა გვაქვს სად არიან და ვინ არიანო. ხალხმა არ იცის, სად მივიდნენ, ვისთან მივიდნენ, რა უთხრან, რა გააკეთონ. აი თავარი არხი კი ბატონო თელავიდან აკურიდან რომ მოდის ეს გაიწმინდა მაგრამ აი ეს შიდა სარწყავი არხები ვინ გაწმინდა არასოდეს არ ყოფილა არხის გადასახადი ეხლა საიდან მოიგონეს ეს ზუსტად გაუფრთხილებლო ხალხი შევდივართ იქ რაღაცა მოსავალი მოყავს რომ იქ გვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ და ეს კიდე მოდის და რაღაცას ჯარიმას გვიტერავთ გაგვაფრთხილოს აი ეს გადასახადია და კი ბატონო გადავიხდით რომ რაღაც გვინდა ხო გვინდა რომ მოვიყვანოთ არა აი ესე რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ ესე ძალადობით არაფერი არ გამოდის. კახეთის საინფორმაციო ცენტრი შეპესი ალაზანი ემის დირექტორს დაუკავშირდა. ალექსანდრე იმერლიშვილის განცხადებით, მათ ყველა სოფელში ყავთ წარმომადგენლები, რომლებმაც არაერთხელ გააფრთხილეს გლეხები, რომ ალაზანი ემთან ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. იმერლიშვილი ამბობს, რომ ვინც მათთან ხელშეკრულება არ გააფორმა და სარწყავ წყალს მაინც მოიხმარს, ბუნებრივია მათ დააჯარიმებენ.